რატომ გაქვს მუდმივი მოთხოვნილება, რომ ჭამო შაქარიან ტკბილი? ხშირ შემთხვევაში არის სტრესთან დაკავშირებული. როდესაც გამოიყოფა კორტიზოლი ორგანიზმში, ანუ სტრესის ჰორმონი, ორგანიზმი ხვდება, რომ რაღაც ხდება და ჭირდება ენერგია იმისთვის, რომ საბრძოლველად მოემზადოს. ამისთვის მომარაგებული გლუკოზა, რაც არის სხეულში, გამოაქვს და გამოსყოსნის სისხლში, რომ კუნთებს ატვინს დიდი რაოდენობით გლუკოზა, ანუ ენერგიის წყარო მიეწოდოს. შესაბამისად იწყება ორგანიზმის გამოფიტვა გლუკოზისგან და გიჩნდება მოთხოვნილება, რომ მიიღოთ ტკბილი, იმიტომ რომ ტკბილი არის ყველაზე პირდაპირი წყარო გლუკოზის. როდესაც გამუდმებით სტრესში იმყოფები, მერე ნელ-ნელა შენი სხეული კიდევ ეჩვევა, რომ შენ მუდმივად ხარ შაქრის დეფიციტში. ხდება ეს ერთგვარი მოთხოვნილება და ჩვევა სხეულის, რომ დიდი რაოდენობით ტკბილი მიირთვას. ამიტომ თუ გაქვს მიდრეკილება ტკბილისკენ, ნუ დააბრალებ შენს ნებისყოფას, ან ნუ ჩათვლი შენს სისუსტეთ, უბრალოდ იცოდე, რომ ეს არის სხეულის თავდაცვა, რომ გაუმკლავდეს სტრესს. ამიტომ კონცენტრაცია გაამახვილე სტრესზე და სტრესის მართვაზე და არა დიეტაზე და შაქრის ამოღებაზე. თუ სტრესი დაგირეგულირდება, ავტომატურად შენი შაქრის მიღებაც და მოთხოვნილებაც დარეგულირდება.